ვისად არის სელფის ჯოხი რომ გავდოზეთ ტელეფონი. კი დავიგვიანე დღეს მაგრამ აი რაღაცნაირად ვიყავი. სიცხე როდესაც არის ხო იცი სრულად უძლური ვარ. არც ლაპარაკის თავი მაქვს არც არაფერი და მივხედავთ მაგისა ვინუშდენში რაღაცები გავაკეთე. უშინ ალბათ ბევრთან იყო წვიმა და რა ვიცი სავარაუდოდ კახეთში იყო მშვიდობა ახალ ნუ იქით ხარეს რა ხდებოდა რა ვიცი საშინელი ეს იყო ელვა და რა ვიცი საშინელება იყო მართლა ხო და მაგრად გაწვიმდა რა ის თან ისეთი სიტუაცია იყო როგორც კი ექსკურსიიდან დავბრუნდით და სახლში შემოვედით დასცხვაი მოვასწარით იმიტომ რომ იქ თუ წყალი ადით და ფაქტიურად ვერ გადმოვა მანქანა რა და მოვასწარით და გამოვედით თავის დროზე და ალუჩას აფუჭებს ძალიან ეს წვიმა აფუჭებს ძალიან ალუჩას ჯერ ისედაც ამ ყინვებმა და რაღაცეებმა ხო კაი დღეა და აი ეს უაზროთ რომ იყო შუა იმაში რა ვქნა გაზაფხულზე ყინვები და ნახევარზე მეტი რა ვიცი მეგონი გააფუჭა და თან ისედაც პირველ აფასხია წელს ალუჩას ნორმალურად ხო და დამენანა რა მიუხედავთ იმისა რომ ტარხუნა არ მქონდა თან ტარხუნას უშვები ხოლმე ალუჩას კამპოტს და არ მქონდა დამენანა რომ ხა სანამ ეთქილა შემოვა და ტარხუნას მოიტანს თუ გაწვიმდა უარესი მოუვა კიდე და ავდექი და დავკრიფე და ცოტა ბალი კი არა ბალი ჩავაყოლე და გავაკეთე კამპოტი ხო და ის სიცხე მომყვება მოხუფვისა და ხეზე ძრომიალის ხო და გუში რომ წამოვედით იქედან ექსკურსიიდან აქვე ვიყავით სოფელში ძალიან მართლა ლამაზი ადგილი არის და ძალიან ბევრმა თქვენთაგან აღნიშნეთ ეგ ადგილი მართლა ძალიან კაია ხო და რომ წამოვედით ყოველთვის მასეთ დროს ხოლმე ხა საჭმელის სასმელი და რაღაცეები რჩება ხო და გადავწყვიტეთ რომ დღეს სადმე შევკრებილი ყავით მეორე დღეზე ბავშვებით რა თქმა უნდა ხო და უარს ვამბობდი რა არის იმიტომ რომ Facebook-ზე რო პოსტი დაწერეს დაპლუსებაზე მეთქი ვერა იმიტომ რომ ხო ვერ ვეტყვი ვერავის რომ კამპოტი მაქვს დაწყებული და დამელოდეთ რომ მორჩები წამოვართ ხო და რა ვიზოქს არც ცალია ზოქსის და დამირეკეს რამე ხანში იქნები მზად შენი კამპოტია ნათო და მეთქი ნახევარი საათიღა მინდა ალბათ და მიუხედავთ იმისა რომ მართლა დამცხა და მათ ნახეს თუ დაფხაჭნილი ვარ აი გამოვთაყვანდი ნინოსაც უნდოდა და ხა ავდგები და ლაშსაც დაურეკი არ არის სახში რომ მეთქი მე იქ მივდივარ ხო და მივდივართ ელიას ვეძახით ზიქაზე აი აქეთ არის ბორკილი ჯვრისკე ბორკილი ჯვარს კიდევ ეძახით სასაფლაოების ადგილს და მანდ არის ტაძარი და მან მივდივართ ელიასზე მაგიდებიც არის და საქეიფო სიტუაციაც არის რა და აი ეგრევე მივდივარ როგორც ვარ მარტო ვიცვლი ზედას და სახლის უკით მივდივარ და თმებიცა ესე უნდა გავიკეთო იმიტომ რომ არ შეიძლება აი მე და ფიზიკურად ცხონაირად ვერ იზავ იმიტომ რომ ცხელა თან ძალიან მაგრად ერთი ბუწუწიც რო დამედოს შეიძლება ვიღაცა მივახჩო ხო და ეხა სანამ ნინიკო გამოგვივლის მანქანით ნინო მზად არის უკვე ისე გუშინდელები ჩაიცვა ნინო მზად არის უკვე და აი მეც კი აჰა როგორ დავით ტოლმასავით ეხა მარტო მაინტერესებს რას ვიცმევ ზემოდან მინდა რამე ისეთი. თუ რა
სახლის რამე რა. ვერ შეიძლება ჩავიცვა. თან ისეთი ძალიან მოღალატილიც რო არ ვიყო, რომ კოვოები არიან. კოვოები არ მკვლელენ მე, მაგრამ სხვა მწერები უარს არ ამბობენ. ამიტომ გზკლავიანი ჩავიცოთ, მოკლე კლავიანი არ დამიგია. ეხლა რომ გზკლავიანი ჩავიცოთ მოვუყურებ. გამასვენებ ჩვეულებრივ დემოს ჩავიცნე. ხელია. გძელიკია, მაგრამ ხელია. ჩავიცვა ესა, ზათახარ მანანა ამისთვის, სიკვდილისთვის. ეს რო ჩაიცვა, არა კაი. ხელია, მაგრამ მაინც გრძელია. ნინო, შენ გაცვია უკვე თუ დაბლა ის? ეს კიდეს ხელია რა. თეთრი კიდე არ მინდა ჩავიცვა იქ. არა ქონდა. ხარ. ის ჩავიცვა. ის ჩავიცვა. ამას ჩავიცვა. ეს მოწონს ჩემს რძარს და სულ მეუბნება არ იწელებაო. არ იწელება რომ ჩაიცვას, მაგრამ არ იწელება. ნეტა რამდენი გრადუსია დღეს? სავარაუდოდ იმაზე მეტია ვიდრე აცხადები. ეს ფარდა დავტო, მე რამდენი ყაზანა? დავიკრა. მე ხوار მიდეკავს. არა. ეს ნინოსი არ ჩემი აღარ არის, ნინოს ხო ჩუქეს. უბრალოდ სველი ხელით გადავიწევ ხოლმე თმას. ესე ჯობია. ტელეფონს წავიღებ, ტელეფონი ქიჭერს ჩვეულებრივ. რა ვიცი, კლავიანი კიდე. აკრიანის ანსამბლი აკრიანია და თანხმდებიან იმაზე რეპეტიციაზე და 6 საათზე გაწყობთ ერთმანეთს. არა, პრესიონის ცეკვა აქვს და 6 საათზე ცეკვა იწყებს. მეთერო, სათვალე მინდა, არ მინდა. არ მინდა რა გუშინაც კი მეკეთა კაი იყო როგორ არა, მაგრამ იოანე აკრიანის რეპეტიციაზე 6 საათზე წერენ და დაუწერე რომ ვერ იქნები მაშინ. არ გამოგრჩეს ყურადღება ელემენტარული პასუხისგებლობა. შედება ნახეთ. ეს არ დაგავიწყდეს ერთ დროს დაუთოებული იყო და ლამაზად იდო. ნუ ესე მაინც. მაგრამ ეხლა ესე ფეხზე დგა. ეს არის ფეხსაცმლის ყუთი. ყუთი მე, რა ყუთი ქარო. მინუს ფეხსაცმელი არის შემდგენ ხომ. ეს კიდე არ მინდა. ტელეფონი ჩავდე. აი მე აი არის საშინელება.
გარეთ არის საშინელება, ნეტა მაცივარს წყალი არ გვიგეო. ნინო, მაცივარს წყალი ხო არ გვიდევ, ხო არ იცი? ვაი, მე წამოვიდე ხარ ხნოებით. მალე მოვიდე. მოვა უკვე. მაისე მეკეთე. მიმაქ აჯიკა. ამას წინათ რო თქვი, აჯიკაიას აჯიკა მეთქი. ცოლქვარი არიან მეთქი და მუშაობენ თქო აჯიკას და ქვიათ აჯიკაია მეთქი. არის რამდენი ხანი მაგათი ვიდეოები აღარ შემხედრია და ამას წინათ რამდენიმე დღის წინ ისა ეს გოგო წერდა ვიდეოს რომ დავიშალენითო არ ვიცი რა მოუვიდათ როგორ მოუვიდათ და რატო ან ბიზნესი ვეღარო რა ვაი მე არ არის წყალი მაგრამ თავის ჩაყოფა შეიძლება ეს არ მეიკეთებდეს წესით ცოტა ხანი უნდა წყალი მოაქნინოს მაგრამ ის შურო რა თქვინდა იქ ყველაფერი არის სხვა ნინო მოდი გამოხურე კარი მოხურე კაი იყო მაცივართან ჩემი ფეხსაცმელები არ დავწმინდე რომ ისაქენი რა უკაცრავად მაგრამ ერთი წუთი ჩავდავჭი ჩავდექი რაც მე ერთი წელი დაჭმენდა და ყველაფერი მტკიოდა ხოდა დარჩი სახში ეს ადამიანი რაღაცა უნდა მეთქვა და დამავიწყდა გზავნავიანები ჩავდე თქვენ წაგჭით ეს რაღაცა რომ უნდა თქვას და გავიწყდებათ ჰა ესე ნახეთ ჩაუწი 26-ია ხო ჯვარულის კონცერტი თუ 5? ხუთშაბათი რა რიცხვი 6? 22-ში უნდა ყოფილიყო და გადაიწია. ძალიან კარგი. ჩემს რა მნიშვნელობა 22-ში სახში ვიყავი და 25-შიც. სამუშაო რო დავიწყე. ჩემი დღეები არის ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და რავი რაც თავი მახსოვს, ანუ იოანე რაც სკოლაში დადის და ცეკვაზე და ასე შემდეგ და მუსიკაზეც კი, ნუ არა, მუსიკაზე გვემთხოვდა ხოლმე. მაშინ არა ვმუშაობ. ხო და რაც თავი მახსოვს, ანუ ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი არა ყოფილა სკოლიდან ექსკურსია, არა ყოფილა ცეკვიდან რამე გასვლა, ხო და ეხაც ეგ დღეები ავირჩიე, რადგან იყო შანსი რომ ამერჩია დღეები და არა ყოფილიყავი მთლიან განაკვეთზე და ეხლაც ექსკურსია თუ რაც არის არასოდეს არ ემთხვევა მაგ დღეებს და ძალიან იდეალურად ჭდება რომ იტყვიან. აი მუსიკას რაც შეეხება, მუსიკა ძალიან ბევრჯერ ემთხვეოდა ხოლმე სკოლის კონცერტს, სკოლის ზეიმს, სკოლის მახსოვს ერთხელ მუსიკის რაღაცა საჩვენებელი წლის ბოლო კონცერტი დაემთხვა იოანეს მეოთხე კლასის დამამთავრებელ კონცერტს და ჩვენთვის პრიორიტეტი იყო რა თქმა უნდა სკოლის კონცერტი, იმიტომ რომ მეოთხე კლასი იყო და ჩვეულებრივი ბოლოდარის სიტუაცია იყო. ამიტომ ნორიოში ჩატარდა თუ ავწდები კონცერტი მუსიკალურისა და აი როიტყვიან ფათაფუთით ჯერა ამათ გაიარეს იოანე და გიო იყვნენ და უკრეს და გამოვიქეცით რომ აქაც დავსწრებოდით. თორე ისა სკოლას ვირჩევდით. და სხვა დროს რომ რამე ემთხვეოდა ხოლმე. ყოველთვის ლია მასწავლებელი ისე აკეთებდა ხოლმე რომ გადაეტანა ასე რომ ცოტა მაგაზე ნერვიულობდით ხოლმე მუსიკა ემთხვეოდა სკოლა. დღეს ერთ-ერთი მამალი მივასიკვდილეთ რომელიც მუდამ ჟამს ყიოდა და სადღაც 2 საათიდან ყიოდა დილის ღამის შუაღამის რა ძალიან მაგრამ მე მგონი ახლა გეიმას მოუწევს წადი საკლიმ გააგდე იქით მაგის ხორცეში ესე იგი გუშინ მივხვიდავთ იმისა რომ წყა ესე ყავით გააგდე წადი ქათან ტელეფონი დადია აქ და ისე გაიქეცი და ისე გააგდე ტელეფონისა კი არ ეშინია იმ ქათამს. მიუხედავთ იმისა, რომ ტყეში ვიყავით და წესი ძალიან მაგრად უნდა ყოფილიყო სიგრილე, ამოვწყდით. ჩვეულები როგორც ახლა აქ ცხელა, არ ვიცი მე ახლა ცხელა შენ ბარბარე.
ჩვეულებრივი აი მე იმის ბრალია რა ქვია. კამპოტი. როგორც აქ ცხელა ეხლა ისე ცხელოდა იქ სანამ ჩვეულებრივ არ აგრილდა. ნინო რომელი საათია? 41 3-ისთვის გამოვიდა. ანუ 9 წუთია. ზათხოვით. და შორსაა. აუგე ხოცები გაიქეცი პინცეტი ჩამომიტანე რა. მიდი დროს. ძალიან სწრაფად მიდიხარ შვილო დააგირა ცოტა დაანელაო. გაჩერდა ჯერ და მეურა. წყალი მწყურია მაგათ და სპეციალურად არ ვსვავრო, ვიცი რომ ნინოს მოაქვს მაცივრის წყალი. მინარ. ბარსავინა. კლასელები არიან, მეტყვი უპასუხო რა. ნიკოლოზი რეკავს ჩატში. პასუხი. ახლა გამიჩნდები. Parsam da gireka. Parsa, მოვალეხლა. ცოტა ხანი არ წავსულვარ, ჩადი. ეს აიყოლე. ეს არის სარკი არ არის, ეს არის დისკი დაჭრილი. მუსიკის თუ რაღაცის, მე მგონი კომპიუტერული თამაშის დისკია. ხო, და ისა. ამას წინათ ნახე ვიდეო, რამდენად დაიჭრება დისკი მაკრატლით. ადრე მე მაქვს ნაცადი და დატყდა და დასკდა და ანუ სწორად ვერ გაჭრილი. ხო, და ნახე ესეთი ვიდეო, რომ ეს უნდა ჩაყარო ადუღებულ წყალში. ერთი რამდენიმე წუთი გაამშრალო მერე და გაჭრა ჩვეულებრივ. ანუ აღარ, აი ხა მაგალითად მრგვალს ვერ მოჭრიდი, იმიტომ რომ ნახეთქები მიდიოდა და ფუჭდებოდა რა და. კაი დასაჭრებია ნახეთ. აქ ამეყლიფა, იმიტომ რომ მე თვითონ რაღაცა უხეშად ვიხმარე მაკრატელი და გამიფუჭდა ხელი. თუმცა ესეც დაიჭრა. მე ვიცოდი რომ მქონდა კიდე რაღაცა სხვადასხვა დისკები და ავიღე ერთი კიდე. და აღმოვაჩინე რომ კინოს დისკი და კომპიუტერული თამაშის დისკი არის სხვადასხვა ხარისხი. ანუ ის ძალიან დაიშალა და გაფუჭდა. შეიძლება და გამოყენება, მაგრამ აი ეს სიპრიალი არ ქონდა, ნახეთ რაც აქ ამას. ხო და ესე იგი მე მინდა დისკები, რომელსაც CD დისკი, რომელსაც ცალი მხარეს აქვს ესეთი ქაღალდები დაკრული. და უნდა ვნახო მე მგონი მაქვს რაღაცეები და თქვენ იცით რომ მე მიყვარს ქარის ზარი, ქარის ზარს რო ეძახიან რა, ეს ჩამოკონციალებული რაღაცეები. ბევრს ეშლება ხოლმე ეგრეთ წოდებულ სიზმრის დამჭერს რო ეძახიან ხოლმე თუ რაღაცა და ჩემს სიზმრებს დაჭერა არ უნდა ისედაც კარგად მიდიან და მე მიყვარს აი ეს ქარის ზარი, ერთმანეთზე ესე ლამაზად რო ჩამოკონციალებულია და წარმოიდგინე ეს როგორი ლამაზი იქნება მზეზე. ოღონდ ეს მინდა ძალიან ბლომად და ბევრი. ხო და ისა. ჯერ დღეს რაც გავახერხე ეს იყო რა, სანამ უძებნი თუ მაქვს კიდე არ ვიცი. ეს. ხო და ახლა კამპოტს რომ მორჩებოდი, მინდოდა რომ ეს გამეკეთებინა, მაგრამ რადგან შემეცვალა გეგმები და მივდივარ ექსკურსიის მეორე დღეს თან გოგოებმა მთხოვეს რომ დაგელოდებით და წავიდეთო, ახლა ნამდვილად ვერ ვეტყოდი უარს. ასე რომ მისჩევნია მეც ბავშვებთან ერთად წავიდე და ვიყო გოგოებთან ერთად. ხო და ნინოც მოკრის. ნახეთ რა ბავშვები მოდე. არ ვიცი, ნათია იქნება. ევაც ეყოლება. ევაც უნდა წამოიყვანოს, ნიკოლოზა იქნება, თომა იქნება. დიდი თომა. დიდი თომა, პატარა თომა. ხო და ისა.
რა ვიცი, კიდე ვინ იქნებიან, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვინც ვიქნებით, ვიქნები. ელენე იქნები. ელენე ვინ არის? გოჯი. არა, დაბადების დღეზე მიდიან მიდის უბრალოდ ლიზი პატარა თავისი და აუ სემიჭკაზე ხوار გვეყიდა ფული მაგაქა და პრინციპში იქ უნდა ჩავიდეთ ნეკოში მაღაზია ნეკო მაშინ ხო და მაგ ხულდები და ვიყიდი რა სემიჭკას აქ აზრი არა აქ სოლარი არა აქვს ხოლმე და თან ის არის რაც აქიც არ ვარგა აი მიეწოდე წადი ბარბარეს რა აიტანე მეთქი და ხო და წავედი ხა და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე და თუ იქაც რამე გადავიღე აუცილებლად რო ჩამოვალ შემოგთავაზებთ მე ძალიან ვისიამოვნე გუშინდელი დღით გუშინდელი ვიდეოს დამონტაჟებით და მე კიდე ურევით და კაია ეგ სიტუაცია და იცი როგორი გრძნობა მქონდა ეხა აი წეღანაცა თქვი იოანემ რომ დაამთავრა სკოლა და ბარბარემაც რომ დაამთავრა სკოლა რაღა და მეოთხე კლასი სხვანაირი ემოცია გაქვს სხვანა უკვე სხვა ეტაპზე გადადის ბავშვი და რაღაცა და ნინოსთან ეგ მომენტი არ გქონია არავის იმიტომ რომ გუშინდელი დღე იყო ჩვეულებრივი ექსკურსიის დღე კი რა თქმა უნდა სხვა ეტაპზე გადავიდნენ და სხვა საფეხურზე შევიდნენ უკვე მეხუთე კლასელები იქნებიან მაგრამ რადგან ნათია მე-12 კლასის ჩათვლით მოგდევს ძალიან მაგარი გრძნობაა ეგა რადგან ნათია მოგდევს მე-12 კლასის ჩათვლით ანუ ეს ემოცია რომ ვაი და რაღაცა არა ყოფილა და თან აი რაღაცნაირია რა წარმოიდგინე პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით რომ ერთი მასწავლებელი ყავთ ერთი დამრიგებელი ყავთ ჯერ ხო გიждდებიან ბავშვები ნათიაზე და აი წარმომიდგენია წლების მერე ამხელა პატივისცემა იქნებათ იმიტომ რომ რავი სულსა და გულსადებს მათში ხარია ბავშვებსაც ხო და ძალიან მაგარია რა და აი ძალიან მაგრად მახარებს ეგ ფაქტი და მიხარია რომ ნათიას მაგ პერიოდში 3 კლასი იყო როდესაც ნინო შევიყვანე ერთი იყო ნათიასი მეორე იყო რუსიკოსი ბავშვობიდან ვიცნობ რუსიკოს და ძალიან მაგარი ადამიანია და მეორე იყო ჩემი კლასელის მარიამის კლასი და აი ავდექი და ნათიას კლასში შევიყვანეთ რადგან იყო ექსპერიმენტალური და ესეთი არ დაგანებებდა მე-4 კლასში მასწავლებელი თავს და მიხარია რა ეს მომეუნა ხო და წავედი ახლა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებთ იქაც გადავიღებ რაღაცებს მართალია ლალო არ იქნება იქ გუშინ მე და ლალომ დავიმხეთ თავზე ყველაფერი და ალბათ ვიდეოშიც ჩანს ვინ არის ლალო მაგრამ არც ნინოსთან თიკოსთან ნათიასთან არ გვექნება ეგ პროცესი ეგის რა ქვია დაბრკოლება რომ ჩვენ ვერ გავიაროთ ეგისა შენი და ლალის სიმღერა ახსენდება და მე და ლალი სვანური ვიცეკვეთ იმიტომ რომ ბავშვებს სხვა ისა უბრალოდ ტელეფონები არ იჭერს და ინტერნეტი ვერ დავიჭირეთ იქ რომ მიკროფონებში ჩაგვთავდექი და ჩვენ ვიყავით ხო და ეხაც მაქსიმალურად კაი დროს გავატარებ. წავედი ხა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. არ ვიცი შეიძლება ეს ვიდეოც ვერ მოვასწროთ ერთო, იმიტომ რომ ზუსტად 3-ისო გამოგივლიო ნინიკო. კარგად ვიჭუქჭუკებთ, ვილაპარაკებთ. ვიხალისებთ, რატომაც არა. კამპოტიც მოესწრო, ყველაფერიც მოესწრო. ხალინდელი დღეც წინა გვაქვს და რაც რამე დაგვრჩა გასაკეთებელი გავაკეთებ. როცა დრო გაქვს, გამოიყენე და მე ერთი პერიოდი მქონდა რომ სახელიდან გასვლა არ მინდოდა ხოლმე. მაქსიმალურად ეცადეთ. თუ ახლა რამე საქმის გამო არ ახარ სახლში რა და აუცილებელი საქმე არა გაქვს, სხვა გზა არ ეხლა მე რო კამპოტები მქონდეს თელი რიგი ვერ წავიდოდი. უბრალოდ ვამბობ რომ აი ხო არის რომ მიზეზი არა გაქვს, მაგრამ სახელიდან არ გინდა გარეთ გასვლა, აი აიძულეთ თქვენი თავები რომ გარეთ გახვიდეთ, თორემ მე თუ ჩასხედით ერთად კარგად მეყოლეთ, ერთად რაღაცა და სახლში, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი დეპრესიის მთავარი მიზეზია ეგ და გაიყვანეთ თავები სახლიდან. თუნდაც აი შენ თავს რომ მგეზარება, არა, ადექი და გადი მაინც. წავიდი ხა. აბა ჰედა აბა ხო. კაი დღეს გისურვებთ. მომავალ ვიდეომდე.